1921 წლის 24 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიასთან თითქმის ორკვირიანი სისხლის მღვრელი ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარების მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ მოულოდნელად თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. Ოცდახუთი თებერვლის საღამოს საბჭოთა ნაწილები დედაქალაქში შევიდნენ. საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. ამ დღიდან 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში ტერორი და რეპრესიები არ შეწყვეტილა. საბჭოთა პერიოდში კომუნისტებმა პოლიტიკური ნიშნით 12,000 ადამიანი დახვრიტეს. 100,000-ობით გადაასახლეს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში. 1000-ობით ქართველი იძულებული გახდა სიცოცხლე ქვეყნიდან გაქცევით ეხსნა. თითქმის მთლიანად გაანადგურეს სამღვდელოება. დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს ეკლესიები. შეიძლებოდა საქართველოს ეს უბედურება აეცილებინა თავიდან კვინიტაძეს თბილისიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება რომ არ მიიღო.